სომხეთის ახალ პარლამენტში ამ ეტაპზე 3 პარტია შედის. საარჩევნო ადმინისტრაციამ ხმების დათვლა დაასრულა. 2005 საარჩევნო უბნის მონაცემებით მართლმა პარტიამ სამოქალაქო შეთანხმება ხმების 49.81% მიიღო. პარტიების ბლოკმა ძლიერი სომხეთი 23.29, მესამე ადგილზე კი ბლოკი სომხეთია 9.94%. ბარიერს ამ მომენტისთვის ვერ ლახავს აყვავებული სომხეთი, რომელმაც ხმების 3.99% მიიღო და ძალიან მცირე რაოდენობა აკლდება ბარიერის გადასალახად. არ არის გამორიცხული 4%-იანი ბარიერი ამ პარტიამ დაძლიოს, რადგან საარჩევნო დავების განხილვა ჯერ დასრულებული არ არის. ნიკოლ პაშინიანს უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომ ახალ მთავრობას მისი პარტია დამოუკიდებლად დააკომპლექტებს. როგორც ჩაიარა ისტორიულ არჩევნებად შეფასებულმა პროცესმა სომხეთში თითქმის 59%-იანი აქტივობის პირობებში. დამკვირვებლების შეფასებებით ჩემმა კოლეგამ სოფო ვარდიაშვილმა მოისმინა. სოფო, მოგვიყევი, როგორია პირველადი დასკვნები? ცოტა ხნის წინ დასრულდა ვრცელი კონფერენცია, სადაც საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა შეაფასეს ეს პირველადი შეფასება იყო სომხეთში ჩატარებული არჩევნებისა. რა თქმა უნდა, იყო კრიტიკა და მცირე შენიშვნები პროცესთან დაკავშირებით. ეს ძირითადად ეხებოდა პოლარიზაციის მაღალ დონეს საზოგადოებაში და იმგვარი რიტორიკის არსებობას, რომელიც მხარეებს ერთმანეთთან აპირისპირებდა და ასეთი შენიშვნები იყო მედიის მიმართაც. ნათქვამი იყო პრესკონფერენციაზე, რომ მედია ორგანიზაციების უმეტესობა ხელს უწყობდა ურთიერთდამაპირისპირებელ განცხადებებს და ურთიერთ ბრალდებებს. თუმცა საერთო ჯამში კიდევ ერთი კრიტიკა უпроსტად მცირე კრიტიკა ეხებოდა იმას, რომ გარკვეულ ადგილებში, თუმცა მცირე შემთხვევები იყო ასეთი, მათი თქმით, მოქალაქეებს არ ჰქონდათ ინფორმაცია, სად უნდა მიეცათ ხმა, რა უბანზე იყვნენ ისინი რეგისტრირებული, ამიტომ მოუწოდეს ადმინისტრაციას, რომ უფრო აქტიური კამპანია აწარმოონ, საინფორმაციო კამპანია აწარმოონ ხოლმე არჩევნების შესახებ, არჩევნების წინა პერიოდში. საერთო ჯამში არჩევნები შეფასდა როგორც ვითარებაში ჩატარებული და კარგად ორგანიზებული. ამ კონფერენციის მონაწილეებმა, სპიკერებმა მადლობაც კი გადაუხადეს იმ ადამიანებს, რომლებიც აორგანიზებდნენ კონკრეტულ უბნებში ამ არჩევნებს. მათ თქვეს, რომ რამე სერიოზული ხარვეზები ან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები არ ყოფილა. ასევე თქვეს ისიც, რომ მოქალაქეები ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართული საარჩევნო პროცესში და დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ ამ კენჭისყრაში და ეს მიუთითებდა იმას, რომ ძალიან მაღალი იყო აქტივობა მოქალაქეებისა სომხეთის არჩევნებში. ისიც კი ახსენეს, რომ ბევრ უბნებში მათ დახვდათ რიგები, ამომრჩევლის რიგები და განსაკუთრებით თვალში საცემი იყო დიდი ასაკის მოქალაქეები, რომლებიც არ ერიდებოდნენ რიგში დგომას დიდი ხნის განმავლობაში იმისთვის, რომ საკუთარი არჩევანი გამოეხატათ. მთავარი გამოწვევა, რაც თითქმის ყველა გამომსვლელმა დაასახელა, იყო ის, რომ სომხეთის არჩევნები მათი შეფასებით ძალიან დაძაბულ გეოპოლიტიკურ გარემოში ჩატარდა და იყო უპრეცედენტო ჩარევა გარე ძალების მხრიდან. უცხოური ჩარევა იყო უპრეცედენტო და მათი თქმით რუსეთმა გამოიყენა ყველა შესაძლებლობა ამ ჩარევისთვის. ამის დამადასტურებელი კიდევ ერთი მაგალითი იყო ის, რომ მაგალითად მათი დამკვირვებლები ყვებოდნენ შემთხვევების შესახებ, რომ ძალიან დიდი იყო შიში ოპოზიციის ამომრჩევლებს შორის. მოკლედ ასეთი იყო ის შედეგები, რაც მათ შეაჯამეს ამ პრესკონფერენციაზე. მოგვიანებით უკვე ვრცელი ანგარიში გამოქვეყნდება სომხეთში ჩატარებული არჩევნების შესახებ, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი ის რეკომენდაციები თუ შენიშვნები, რაზეც დღეს იყო ლაპარაკი. საარჩევნო ადმინისტრაციამ მოახერხა მოსამზადებელი ტექნიკური სამუშაოების შესრულება ეფექტურად და პროფესიონალურად. ეს ეხება არჩევნების დღეს, რომელიც ჩვენმა დამკვირვებლებმა პოზიტიურად შეაფასეს უამრავი საარჩევნო უბნის მონახულების შემდეგ. მინდა შევაქო ამ სამუშაოების ჩატარებისთვის. ეს ყველაფერი გაკეთდა პოლარიზებული გარემოს, რეგიონული უსაფრთხოების პრობლემის და ფართო გეოპოლიტიკური ზეწოლის მიუხედავად. ეს არჩევნები იყო სომხეთის დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი ტესტი. ოპოზიციონერი ფიგურების დაკავების, სისხლის სამართლის გამოძიებების კონცენტრირებამ ხელი შეუწყო შერჩევითი სამართლის აღქმას. პოლარიზებული მედია ლანდშაფტი, დაპირისპირების გამომწვევი რიტორიკა და დეზინფორმაცია და უპრეცედენტო უცხოური ჩარევა იყო გამოწვევა სომხეთის დემოკრატიული სიმტკიცისა და საჯარო დებატების ინტეგრირებულობისთვის. ეს ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ძალისხმევა დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, ფუნდამენტური თავისუფლებების დასაცავად და დემოკრატიული პროცესების მიმართ საზოგადოების ნდობის
ხელშეწყობისთვის. Ჩვენი ამოცანა არ არის სომხეთის მომავლის გადაწყვეტა ან განსჯა მოსახლეობის მაგივრად. Ჩვენი ამოცანაა საარჩევნო პროცესის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი შეფასება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არჩევნები ჩატარდა განსაკუთრებული გეოპოლიტიკური კონტექსტის პირობებში, პირდაპირ უცხოური ჩარევით. აშკარაა, რომ რუსეთის პრიორიტეტია გამოიყენოს ყველა საშუალება, რომ შეინარჩუნოს სომხეთი საკუთარი გავლენის სფეროში. ამ მიზნის მისაღწევად რუსეთი ეყრდნობა არჩევნებში ჩარევის უზარმაზარ გამოცდილებას. მოსკოვიდან მუქარამ, ზეწოლამ მიაღწია უპრეცედენტო და შემაშფოთებელ დონეს. მოვისმინეთ კიდეც ბატონი პუტინისგან უკრაინული სცენარის შესახებ, თუ სომხეთი გააგზელებს თავის პროევროპულ გზას. ამ კონტექსტში მინდა ხაზი გავუსვა, რომ არჩევნები ბრწყინვალედ იყო ადმინისტრირებული. გუშინ პირადად ჰქონდა ეს პოზიტიური გამოცდილება, როდესაც მოვინახულე რამდენიმე საარჩევნო უბანი. გუშინ ნახეთ, რომ ათასობით სომეხი მივიდა უბნებზე ენთუზიაზმით და მშვიდობიანად. უბნებზე იმ ადამიანების ყოფნა, რომლებიც პირველად იყვნენ ამორჩევლის რანგში, გამახსენა ის ემოცია, რომელიც მქონდა, როდესაც მეც პირველად ვისარგებლე ხმის უფლებით. ყველაზე მეტად შთამბეჭდავი იყო ჩემთვის ასაკოვანი ადამიანების ნახვა, რომლებიც გრძელ რიგში იდგნენ. საარჩევნო პროცესი კარგად იყო ორგანიზებული და ჩაიარა მშვიდად. არჩევნების დღეს ზოგიერთი ამომრჩეველი არ იყო საკმარისად ინფორმირებული უბნების და ხმის მიცემის პროცედურის შესახებ. სომხეთის ხელისუფლებამ უნდა განიხილოს და იმუშაოს სამომავლოდ ამორჩევლების ინფორმირების გაუმჯობესებისთვის. უნდა ვაღიაროთ, რომ ცესკო მოქმედებდა მიუკერძოებლად. უპრეცედენტო უცხოური დამაზიანებელი ჩარევის დონე, რომელიც იყო დემოკრატიული პროცესის ძირის გამოთხრის მცდელობა, დაფიქსირდა ისეთი ბერკეტების გამოყენებით, როგორიცაა კიბერშეტევები და მანიპულაციური კამპანიები. ამასთან რუსეთმა განახორციელა უპრეცედენტო ზეწოლა საჯარო მუქარების და სავაჭრო ზომების გამოყენებით, რითაც ცდილობდა საბოლოოდ არჩევნების შედეგების შეცვლას. ჩვენ როგორც ევროპარლამენტის წევრები მკაცრად ვგმობთ უხეშ ჩარევას სუვერენული ქვეყნის შიდა საქმეებში. ეს სპიკერები, რომლებმაც გამართეს პრესკონფერენცია და შეაფასეს სომხეთში ჩატარებული არჩევნები, რამდენიმე საერთაშორისო ავტორიტეტულ ორგანიზაციას წარმოადგენდნენ. ესენი იყო ეუთოს მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისია, ასევე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაცია, ასევე ევროპარლამენტის სადამკვირვებლო დელეგაცია და ოდირის სადამკვირვებლო დელეგაცია. როგორც გითხარით, ორივე გრძელვადიანი და მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიები განხორციელდა სომხეთში. გრძელვადიანი მისიის წარმომადგენლები თვეებით ადრე ჩამოვიდნენ ქვეყანაში და აკვირდებოდნენ აქ ვითარებას. მოკლევადიანი მისიის წარმომადგენლები კი უშუალოდ კენჭისყრის დღეს იყვნენ და აკვირდებოდნენ, როგორ ვითარდებოდა პროცესები სომხეთის არჩევნებზე.